ხოზრევანიძეების მრავალშვილიანი ოჯახი თავშესაფარს ითხოვს. ისინი სოფელ ხეღრუში გაუსაძლის პირობებში სამოთახიან ქვის ნაგებობაში ცხოვრობენ და სოციალური შემწეობა მხოლოდ საკვებსა და მედიკამენტებში ყოფნით. სოფლის დაზიანებული გზის გამო ბავშვებს სკოლისა და ბაღის გაცდენა ხშირად უწევთ. დამჯერე ეს არის პატარა. ჭკვიანი გოგო დამჯერე. ოჯახის უხუცესი 5 შვილიშვილიდან ყველაზე უმცროსის დადებით ჩვევებზე საუბრობს და ამბობს, რომ პატარა გოგონას ნატვრა აქვს თბილ სახლში, ოჯახთან ერთად უსაფრთხოდ იცხოვროს. 3 წლის ლინდას კიდევ 4 და ჰყავს, ორ თვეში კი პატარა ძმის დაბადებას ელოდება. ბავშვების ბებია ნორა მარკოიძე ამბობს, რომ ადგილი, სადაც ისინი ცხოვრობენ, წლების წინ ადგილობრივი გამგეობისგან, როგორც სტიქიით დაზარალებულებმა მიიღეს. თუმცა გაუსაძლესი პირობების გამო ხოზრევანიძეების 8 წევრიანი ოჯახი თავშესაფარს ითხოვს. ამასთან სოფელ ხეღრუში მცხოვრებ პატარებს სკოლისა და ბაღის გაცდენა ყოველი გაწვიმებისას დაზიანებული გზის გამო უხდებათ. და არ მაქვს და ხიდი არ მაქვს და მათოვს და მაწვიმს და ხედავთ თქვენ თვალიდან რაფერ მდგომარეობაში, რაფერ ავარიული მდგომარეობაში. რომ მივდივარ რაიონში, ბევრსაუნ დადიხარ, რომ გასცულდები ყველასო. ოჯახის დიასახლისის თქმით, სამოთახიანი ქვის ნაგებობა, რომელსაც ფანჯრები და ჭერი დაზიანებული აქვს, ხშირად გამხდარა პატარების დაავადების მიზეზი. ხოზრევანიძეების გასაჭირს ოჯახის უფროსის ავადმყოფობაც ემატება. ოჯახის სოციალურ შემწეობას იღებს, თუმცა როგორც თავად ამბობენ, თანხა მხოლოდ საკვებსა და საჭირო მედიკამენტებში ყოფნით. რო გაცივდა ქარი შემოდის ყველა კუთხიდან, გაცივდა ბავშვმა კრუნჩხებში ჩაგვივარდა ანთების გამო. და ეპილეფსიაზე გედევით. ეს 4-ჯერ გაუმიორა ორ ბავშვს. რა ვიცი, ასე მაგან სახლს მინდა რომ სახლი იყოს გაკეთებული და ქარი არ შემოდის და ბავშვს შრალით ფეხსაცმელი ჰქონდეს. ხოზრევანიძეების მრავალწევრიანი ოჯახის შესახებ ინფორმაცია ხელვაჩაურის გამგეობაში აქვთ, თუმცა ზუსტ თარიღს დააკმაყოფილებენ თუ არა ისინი საცხოვრებელი ფართით ვერ ასახელებენ. ჩვენ არავის ჯერ არ უპირდებით და დაპირებებს არ ვაძლევთ, რომ შენ, ანუ გვარების მიხედვით და ოჯახების მიხედვით, რომ დავარიგებთ ამ ბინებს, ეგ ბინები დაარიგდება კატეგორიებიდან გამომდინარე. ხელვაჩაურის გამგეობაში აცხადებენ, რომ გზის ეს მონაკვეთი სარეაბილიტაციო ნუსხაშია, თუმცა მანამდე სკოლისკენ მიმავალი 4 პატარა გოგონა ისევ იოცნებებს იმაზე, რაც ყველაზე მეტად სურთ. მე მინდა მქონდეს სახლი. მინდა რომ სახლი მქონდეს. მე მინდა გზა. მე მინდა თამაში. მე მინდა სახლი. სახლი მინდა და ათამაში. არაო, მე ლამათო არაო, არ წამოვალ არაო.